სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველა სახალხეში გული დადი სალამი, პატიმის სცემა და სიყვარული. აუ, სინდისო დედე, არ მოხვიდე აქ. არა, ბაბუა. ვიდეო ნახა და მაშინ რო შემთხვევის ადგილზე მივიდა ჩემი შვილი. ბიჭო, რა საკეთებ რა? ჩემი ბავშვი რა საკეთებ, ჩემი ლამაზო? რა საკეთებ, ჩემი სიყვარული? ჩემი ბატკნები გაუშვი, ნახე, ეს ძალიან მომწონს. ძალიან საყვარელია, ძალიან მომხიბლელია, მაშაალლა, ჩემს ბატკანს. ღმერთო. რა მოხდა მე, რა მოხდა? ღმერთმა ის ბოროტი თვალისგან დაიცვას. მაშაალლა, ჩემს ბატკანს. მოიცადე ბაბუა, არ შეეხო ბატკანს. შეძლოცა პატარა ბავშვი იყავი, ასე ძალიან მიყვარდი ბაბუა. მაგრამ შენ პატარა ბავშვის რო იყავი, მაშინაც თავხედი იყავი. ეხლაც იგივე ხარ შვილო. რა მოხდა ჩემო პატარა, რა მოხდა? აბა მეგობრებო, ჩვენი ბატკანი გაიზარდა? ბოლოს ველახეთ, სულ პატარა იყო, ეხლა მაშაალლა, გონი ცოტა კიდე გაიზარდა. ძალიან კარგად უვლით. ზრულავთ მასზე. ისე შეეჩვია მე. უკან დამყვება დარბის. სულ მეძახის. ოი, რა მოხდა რა? გაგოცო. ზეგინდა შენ. ზეგინდა. ჩემო ბატკანო. ღმერთო ჩემო, მაშაალლა ჩემ ბატკანოს. ბაბუ ნუ შეგშურდება. შენ ნუ შეგშურდება. ბაბუ სულს, იმიტომ რომ ეს მიყვარს. ეხლა მეგობრებო, დღეს ჩვენი თემა რა არის? იცით, ბოლოს გითხარით რომ ახალი როტვაილერი მოვიყვანე. კარგა ხანია, არ გადამიგია ის, 10-15 დღე გავიდა. დღეს იმ შვილს გაგასროთ. ჯერ ფერმას დავათვალიერებთ, მერე ინგოგოსთან გადავიდეთ, დანარჩენებთან ერთად გავუშვებთ, სოციალიზაციას გავუკეთებთ და ასე შემდეგ. ცხვრებსა და თხებთან შევაჩვევთ, სოდა ხანში მასაც უნახავთ. გთხოვთ, მანამდე არ გამიტეხოთ გული. თუ ამ ვიდეოს მოიწონებთ, გამოიწერთ ახს და კომენტარს დაწერთ, ძალიან გამიხარდება. ნუ დაიზარეთ, გააკეთეთ ერთი სიკეთე და ხარი დამიჭირეთ, გთხოვთ, მოიწონეთ ეს ვიდეო. კარგი ჩემო კარგო, უთხარი რომ მოიწონონ ვიდეო. ჩემო ლამაზო, ოი, რა მოხდა რა, მოდი ჩამოგსვავ. ბაბუაც ნახეთ წესიერად ზის. ბაბუასთან ერთად ერთი ფოტო გადაგვიგეთ, ნახეთ. ასე პოზა დავიჭიროთ. შველივად გამოვედით, მეგობრებო. ინსტაგრამზე გამომიგზავნეთ. ეხლა ბატკანს გაუშვებ. არა, ბაბუა. ბაბუა მოიცადე, ბატკანს არ შეეხო. თქვი ბაბუას ცხემს ზაღლად ვაქცე მეთქი. და აი გამოვიდა ბაბუა ჩემო. ღმერთმა დაგლოცოს. მოდი, ამ იხვებსაც გადაიღე. ჩემი იხვები და ქათმები გადაიღე. აქ ჩემს ბაღში ჩემი სიმშვიდის ადგილია. მალე აქ შესასვლელში დავწერ. სიმშვიდის ადგილი. ვისაც სიმშვიდე უნდა აქ შემოვიდეს ძმაო. შეხედე რა ლამაზები არიან. ღმერთმა განსაკუთრებულად შექმნა, მაშაალლა ჩემ შვილებს. ჩემთვის ყველა ცხოველი ძვირფასია, ყველა შვილის გავსია. თითოეული ცალ-ცალკე მიყვარს. ყველასთვის ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი აქვს. ადამიანისთვის სიმშვიდის პოვნის ადგილი ცხოველებთანაა, მეგობრებო. მართლა ასეა. რადგან ცხოველებსა და ადამიანებს შორის სუფთა სიყვარულია. ცხოველები არ უყურებენ, როგორი ადამიანი ხართ. ისინი არ ინტერესდებიან, როგორი ხართ ან რაიმე სარგებელს არ ეძებენ. მათ თქვენ უპირობოდ და უანგაროდ უყვარხართ. აი ამიტომ პოულობთ სიმშვიდეს ამ ცხოველებს შორის, ძმაო. რა თქმა უნდა, უანგაროდ. სარგებლის გარეშე არ ვიტყოდი, თუ საჭმელს არ მივცემ, სხვამ რომ მისცეს, საჭმელს ვინც მისცემს, მის გოდი წავლე. ბატკნები. სახვალ თუ არ წახვალთ? არ წავლენ ესენი, ბიჭო. ესენი ძალიან მაგრები არიან, ბიჭო. ეხლა დედე, მოდი გარეთ გაგიყვანო, დედე, გადი. არა, ახალგაზრდებო, გაჩერდით, არა, ნახავ იზაბელ, გადი. გადი. მოდი აქ. არა, იზოში, არა. ნეტა ვიზოში სახში ჩაგვეკეტა. დედეც წაიყვანე, დედე მოდი. ნეტა ვიზოში სახში ჩაგვეკეტა. იზოში შენ ძალიან მოჩხუბარი ხარ, შვილო, ნახე, არის ჩხუბო არავისთან. იზაბელი და ეხლა ნორა ერთმანეთს მტრები არიან. ცოტა სწრაფად წავიდე, ძმაო. იზაბელი არ დაესხას. ესელი ერთმანეთს მტრები არიან. ერთი და იმავე ეზოს ბავშვები ხართ. მაიც ვერ იტანთ ერთმანეთს. ეხლა იტალიანო. დღეს განსაკუთრებულად სიმპათიური ხარ, კარლოს. მაშაალლა, ბიჭო, ღმერთო. ასილის წელზე ფრთხილად, ნამდვილი დათვი ხარ. მაშაალლა, ჩემს ბიჭს. ასილ ქალბატონს შეჯვარების დრო დაუდგა. მიუყვანე კარლოსი გვერდით, გუში დილბუთო კარლოსთან ერთად არიან. კარლოს, მოდი ამ ბავშვები.
მოდიან ბავშვები, ბიჭო. ჯუნიორ კარლოსები მოდიან. მოიცა ერთი ჩავეხუტო, ალლა. ახე, ერთი წუთით. ნუ ჩხუბობ დამშვიდით. ახალგაზრდებოდა ისინი, მის თავს ახალგაზრდად გზნობს. კარლოსი ჩემი, შენ სჭირიმე, ლამაზო ბიჭო. ინშალლა, გაგვიმართლებს და. მალე შვილებსაც ჩავეხუტებით. ვნახოთ ველოდები მეგობრებო, რომ ასილი დააკავშირონ. რეინა რასაკეთებ ლამაზო? შვილები ალხამდულილა ჯამთელად არიან. შვილებთან პრობლემა არ გვაქვს. რამდენიმე დღეა ამინდი თბილი იყო მეგობრებო. ამიტომ ისე ვერ გამოვაქვეყნე ვიდეო, მაგრამ დღეს თუ შევძლებ, 2 ვიდეოს გამოვაქვეყნე, ვიცოდეთ, იმ ძველ ტემპში. ჩვენ ისევ და დაუბრუნდეთ ჩვენ ძველ ტემპს. ამიტომ ბელს ვწერთ. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. სიცხეს არ მივართ ეყურადღებას და დავიწყებ. ეხლა თხები და ცხვრები გავუშვი. ბოჯუკები და ცხვრები საირობენ. მოდი ჯერ ბოჯუკებთან მივიდეთ. ულან ბოჯუკ. ბოჯუკი სად არის ეს ბოჯუკი? ჩემი სიმპათიური ბიჭი. ამ ბოჯუკის ქარიზმას აქედან ცოტა დაახლოვებ. სმა, ესეთი ქარიზმა, ესეთი სიმპათიური, ესეთი ღირსეული კაცი არ მინახავს. მიდი შეხედე ამ ბოჯუკის წვერის ღირსებას. ბოჯუკ. ჩემი ლომი ხარ. გუშინ ვეტერინარი მოვიყვანე. ბოჯუკმა ხველა დაიწყო. თვალი ეცა ჩემს ბოჯუკს. გური არ დამედო, მაშინვე ვეტერინარი მოვიყვანე. ჩვენს ბოჯუკს ნემსი გაუკეთა. ფილტვების ინფექცია ქონია ჩემს შვილს. ბოჯუკ, რატომ გახთიას? არა, ნატაშა, მოდი აქ. უსინდისობა ნუქენით. თქვენს გამო ხალხი ჩემზე ბრაზობს. ნახე? ფიცვდებ, ჩვეულებრივად ამათ არ მისდევენ. არასდროს მისდევენ. უბრალოდ ვიდეოს რო ვიწყებ, ხო? შვილები ყველა ზედვეტი სიყვარულისგან განებიურდებიან. ბონჯუკ, შეჩემა. მოდი აქ, როკი. შენს დაიწყე, შემომხედე, ნუ გათამამდები. ამ კაცის ქარიზმას შეხედე, ბონჯუკის ქანდაგებას დავდგამ. მაშალა ჩემს შვილს, ნამდვილი არისტოკრატიის შვილია. დამაცად ერთი მოვეფერები მას, ვნახო. ბონჯუკი როტვაილერთან გაიცანი. ასიე, მოდი აქ. არა. ასიე, შეხედე. მოусმინე შე პატარა ცელკო, ჭკვიანად იყავი, გაიგე? არ გააბრაზდე მათზე. თამაშ ნუ ითამაშე, ბონჯუკს მე მოვეფერები. ეხლა ალბათ ზაღლებს გონიათ, რომ თხებს მათ ადგილას შევიყვან. ამიტომ ასე დასდევენ მათ. შვილო, ნუ ეხები თხებს, ერთხელაც ვერ მოვეფერე ბონჯუკს. რა ხალხი ხარ თქვენ? ბებიშებო, რასაკეთებ, ბებიშებო? ჩემი ბატკნებიც გოყავს, მეგობრებო, უკვე დიდები გახდნენ. შვილო, იბედურებს, რატო აყავთ გარეთ და ამტრევთ, უბედურებები ვიხართ. პუსათი, ჩემი საწყალი, ისეთი ბავშვია, მართლა ნამდვილი კაცია, მეგობრებო. ამათ საჭმელს ვაძლევ, ეს ურჩები კი პუსათთან მიდიან და პუსათის საჭმელსაც ჭამენ. იცით, პუსათი არაფერს ეუბნება მათ. თითქოს თავისი შვილები ვით არიან. ნამდვილი კაცია, წესიერი ძაღლია. ჩემთვის ძაღლში ყველაზე საყვარელი თვისება მისი წესიერებაა. ლეგს არ დაესხება და შეიყვარებს, მოუვლის, გაწმენს. აი ამას ჩვენი პუსათი აკეთებს. ახალი მოყვანილი გარაბაში, მაშალა, მართლა ძალიან კარგი შვილია. ძმა ყველა ძაღლს უყვარს, ასუფთავებს, სცემს პატივს. ანუ ნამდვილი ლიდერია. ყველას წინ უძვრის. აპოლოს ეჯიბრება. თქვენ რატო გახდით აპოლოს მტრები, შვილო? აპოლო მას მკერდით ეჯახება, ის აპოლოს მკერდით ეჯახება. ხანდახან ჩხუბობენ კიდეც. ორივე ძალიან ძლიერია, არც ერთი არ თმობს მეორესთან. მაშინვე რა თქმა უნდა, აპოლოს ვაბამ რა იცი რა ხდება, რომ რამე არ დააშავონ. მაგრამ მეგობრებო, კაროლინი როგორ გაიზარდა, არა, კაროლინ. ამ გოგოს დროზე გაუშვებდი მეთქი, ესეთი შეცდომა დაუშვი. კარგია რომ არ გაუშვი. ეს გოგო ხო იცი, ჩვენს ნორას გადაასწნებს, ნორაზე მაღალი იქნება. ალბათ უკვე 6 თვისაა, განვითარება საოცარია, ძმაო. თავის ფორმა, ფიზიკა, მართლა ძალიან კარგი განვითარება აქვს. ნახე. როცა გაიზრდება, მას კარლოსთან დავაცვილებ და ვფიქრობ, რომ კარლოსისთვის ტოლი იქნება. ზომითაც კარლოს გაუტოლდება. კარგია რომ მაშინვე არ გაუშვით. მომავალში ჩვენი კარლოსისთვის ძალიან კარგი წვილი იქნება და კარლოს, ბაბუ, ეგ შენი უკანალი მოაშორე, კამერამ რომ კაროლინი დაინახოს. ბაბუ, მოდი. მოდი, შვილო, იმ კუდის გამო კაროლინი არ ჩანს, ბაბუ, ცელკი ხარ. რო გაიზრდება, როგორც თქვი, მას შევაწვილებთ. ცხოვრები საწავიდნენ. მოდი, ამ სხრებსაც ვიპოვოთ. მია, ლეო, რომეო. ჩვენი ფაისალი შიგნით ჩავკეტე. ფაისალ ბაბას.
დაიცადე ნატაშა, მოდი აქ. აუ ეს 100-ე ხო, ეს 100-ე. ნამდვილი თავის ტკივილია. ხოლო თხების კი არა, ზაღლების წერიცა. მათაც დაძდებს. ეი, ნახე, ცხვრები მოსულა. აუ, შავო ცხარო, რას აკეთებ? ცელკო ცხარო, ღმერთის წყალობი, ჩვენი ცხვრები ნელ-ნელა ჩემთან შეგუებას იწყებენ ძმაო. ხელით ვაჭმევ და მოდიან. ზოგიერთებმა კომენტარებში მითხეს, რომ თუ ხელით მარილს მისცემ, მოვაო. თქვენის ჩვევებისთვის ყოველთვის ღია ვარ. იცით ბოლოს თქვენ კითხეთ. თქვენ გითხარით რომ ჩევას ველოდები. როგორ შევაჩვიო თავი ცხვრებს? მადლობთ ყველამ რაღაც თქვა. ეხლა ნელ-ნელა მიეჩვენენ, მოდიან ჩემთან ხელზე მოდიან. აღარ გარბიან, როცა საჭმელს ვაძლევ. ჩვეულებრივ გარბიან, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევიან. ნელ-ნელა. მოდით ახალგაზრდებო. ძმაო, ჯერ იზაბელი უნდა ჩავკეტოთ. ეხლა იზაბელ, მოდი აქ, მოდი. მოდი. ნახე რა საყვარელია. ნახე მართლა ძალიან ლამაზი გოგოა. ძალიან საყვარელია, ძალიან ჭკვიანი. ადამიანებთან ძალიან მეგობრულია. იზაბელს ისედაც ული როგორც ბავშვს. მაგრამ ჩემს დედრ ძაღლებში ესეთი თვისება აქვს, ძმაო. ყველა ძალიან მეჭვიანება. ძალიან მეჭვიანებიან, ერთმანეთს ვერ მიზიარებენ. ანუ იცით ეს რატო ხდება, ნახეთ, ვიდეოებში უყურეთ. ჩემი ყველა ძაღლის სიხარულისგან თავს იგლეც. ერთხელ აქ ხტებიან, ერთხელ იქ ხტებიან, რომ მოეფერო, ჩემზე ხტებიან. ამის მიზეზი ზედმეტი სიყვარულია. მე ისინი ძალიან მიყვარს. ზრურავმადზე, ამიტომ ყველა ერთად განებიურებული ბავშვები ვიტა. ვერაფერს ვეუბნები, რა უთხრა. თუ გავბრაზდები 20 წუთში ვნანობ. მაგრამ ეხლა იზაბელი ახალ გოგოს მიადგება. მასაც შეშულდება, მოდი ჯერ იზაბელი სახში ჩავკეტოთ. ბატკალიც მოდის. ბატკალო. რა მოხდა? აი ესენი ნახე ნურა. ცხვრებს არაფერს ეუბნება. ბატკანი არ მოსწონს, უყვირის მას. ბატკანის ბაღში მინდა გაუშო, მოდი აქ, მოდი აქ, მოდი. ამ იზაბელს სახში შევიყვანო ძმაო. იზოშ. იზოშ. იზაბელის ხო უკვე 6 წლის და ნახევრის გახდა, ის გახდა, ვაიმე, შვილო. დრო წყლისავით გადის. ვაილომო, შვილო. დრო როგორ გადის, ვერ ვიგებ, მეგობრებო. მარლა უკვე 10-11 წლისაა, ეს 6 და ნახევრისაა, გეჯე 7 წლისაა. მართლა დრო წყლისავით გადის. ნახე იზაბელ. იზაბელის ერთი თვალი ნორაზეა. ქვას მასზე ამახვილებს. შესაფერის მომენტს ელოდება რომ დაესხას, მაგრამ არა იზაბელ. მოდი ვნახოთ. იზოში, მოდი. იზოში გადი. მოდი სახში შეგიყვანო, შვილო. ეხლა. სახლის ძა ვიცი. შენზე უკეთ ვიცი უკვე. გადი. გადი. აქ უკვე პირადი სივრცე აღარ დარჩა, ვისაც უნდა თავის დებაზე შემოდის. მოდით ახალგაზრდებო, მოდით. შეგროვდით, მოდი. მოდი შვილო. ნორა, მოდი გადი ეხლა. ეხლა ძმაო, ეხლა მოსული გოგო ძალიან ლამაზი როტვაილერია. გაახლოებით 10-15 დღეა რაც ჩვენთანაა. დუშჯედან ჩამოიყვანა მისმა პატრონმა, მადლობა მას. სულს რო ვინდეს მიაბაროს. მე მომწერა, მე უთხარი მოიყვანე, ჩვენ მივიღებთ. თალაც თვითონ ძაღლი 5 წლისაა. 5 წლის განმავლობაში თვითონ ულიდა და ზრუნავდა. სხვა არავისთან არ წასულა. ამიტომაც ეხლა როტვაილერების საერთო თვისებაა, რომ ძალიან მიჯაჭულები არიან ოჯახზე. ძალიან ერთგული ჯიშებია. პირველად რომ მოვიდა აქ, შეგუების პერიოდში ტრავმა მიიღო. ადგილიდან არ გამოდიოდა, ნაღლობდა და ასე შემდეგ. ეხლა წარმოიდგინე 5 წელი ერთ ადამიანთან გაზრდილ ხარ, მხოლოდ ის გინახავს. სხვა ადგილას უწევ პტოვებე. უნებლიე ტრავმას მიიღებ, ეს სულიად ნორმალურია. ეხლა მეც რო ეს გადამელახა, მუდმივად ზრულავდი იმ ცხოველზე. მიყვარდა ვულიდი და ასე შემდეგ. მაგრამ რამდენიც არ უნდა იზრუნო, შეგუების პროცესი ასე უცებ არ ხდება. ჩიტილ. რთულად გადის, ანუ. ჯერ ბოლომდე და შეეგუა. ხო, მარტო რა იყო, შეეგუებოდა, მაგრამ ცოტა ძაღლებისაც ცოტა ეშინია, მეგობრებო. ძაღლების ბანდა, თხების ბანდა. ყველა თავის მხარესაა გაფანტული, ღმერთო ჩემო. ბონჯუკი სათხარ ბიჭო, ვერ მოგეფერე რა. ვერ მოგეფერე ბიჭო რა. ჩემი ლომი ხარ, შეხედე ამ ქარიზმას რა. ბიჭო, შენს ქანდაკებას დავდგამ, ქანდაკებას, გაიგე? ჩემი სიმპათიური ბიჭი. ეხლა ის ახალი გოგო. ნახე, ასიე, ნახე. შენ აკეთებ ამას, ჭკვიანი იყავი. ეხლა ახალ გოგოს ძაღლებს შორის გაუშვებთ. პირველად მე გავასაიდებ საბელით. ამის შემდეგ ნელ-ნელა ვცადოთ. კარგი? სუსლო, მოდი ჩემო გოგო, მოდი. ცხოველები იწვის, ძმაო, ჰაერი ცხელია, ხედავ. ისინი სულ შედიან იმ წყლის ქვაბში.
შარჩან მათთვის აუზი გაუკეთეთ. წელს წყლის დეფიციტი გვაქვს, აუზი ვერ შევავსე, მეგობრებო, ძალიან ცოტა წყალი გვაქვს. იწვის, მათთვის აუზი უნდა გავაკეთოთ. ცხოველები ხო იცი, იხარშებიან ძმაო. ვასველებ გალიაში მყოფებს, მაგრამ ისინი იწვებიან, სულ შედიან. რა ქნას საწყალმა? ჰავა ძალიან ცხელა, ძალიან. ოდინ ფაშა. ეხლა ნახე, ყველგან როტვაილერია. მარია იქა, მარია. მარია ხო იცი, შესანიშნავი გოგოა. მაშალა ჩემს მარიას. ჩემი ასლალი ხარ. მარია იქ, მარლა აქ. ჩემი დედოფალი. ჩემი დედოფალი. ჩემი ბაღში ყველაზე ძველი ძაღლია, მეგობრებო. დედოფალი მარლა, შვილო ჩემო ძვირფასო. მოხედე, მისი ძველი ფოტო მაქვს. აი აქ მისი ტატუ გავიკეთე, ხედავ? მარლა ჩემთვის იმდენად ძვირფასია. კიდევ რამდენიმე ტატუს გაკეთება მინდოდა, მაგრამ აღარ წავედი, მეთქინა მერე. ისეთი ძვირფასი გოგოა. მისი ფოტო ამ ხელზე გავიკეთე, ძალიან მიყვარს. მარლას ადგილი ჩემთვის სულ სხვაა, მეგობრებო. ამის შემდეგ ალექსიც აქ არის, ოდინიც აქ არის. აკაურობა ნამდვილ როტვეილერების ადგილს დაემსგავსა. მოდი გოგო. მოდი გოგო, მოდი. მაშალა ჩემს გოგოს. გერმანიის ნამდვილი შვილია. ჩვენი ახალი გოგოს სახელი დორა. ჩვენთან ერთი ნორა, ეხლა დორაც ხავს, მეგობრებო. 2. მოდი ლამაზო, იმედია ხებთან არ იჩხუბებს, მოდი. მოდი შვილო, მოდი. მაშალა ჩემს გოგოს. ჩვენი დორა ძალიან სუქალია. ანუ ესე გითხრათ. სტერილიზებული ძაღლი რო არის და ესე დოლიივით რო გასუქდება ხოლმე. ჩვენი დორა ზუსტად ასეთია. მე კიდევ ვკითხე მის პატრონს, უთხარი ეს სტერილიზებულია მეთქი. უთხარი ზუსტად სტერილიზებული ძაღლით გასუქებულა მეთქი. მითხრა სტერილიზებული არ არისო, შევამოწმე. ნაკერის კვალი არ ამებს გავსი აქ მეთქი, არაო. სტერილიზებული არ არის. ამიტომაც რადგანაც ძალიან სუქანია, ცოტა დაბალიც არის და კიდევ უფრო დაბალი ჩანს. მაგრამ ცოტას დავაგლებ წონას. ამის შემდეგ მისი ფიზიკური მდგომარეობა დალაგდება, ეს დოლიანივი შეშუპება გაქრება. მადა ძალიან კარგი აქვს, ენერგიაც ძალიან კარგი აქვს, ძალიან წასიერი ძაღლია. უბრალოდ ძალიან ეჩვიანია. აი ესე ჩურიანია, ნახე? მოიცადე, როგი, ნუ მაწუხებ, ნახე? გოგო, გამოჩდეს, მოდი აქ. გოგო, არ ჩააკენო ჩუაში. დაიცადე. მოდი დორა, მოგეფერები, მოდი. ერთი წუთი, როკი. გაჩერდი. დორა. ალა. მაშალა, გოგო. გაჩერდი, ნორა, არა. გოგო, რამ სუქანი ხარ, გოგო. მაშალა, ჩემ ლამაზ. ძმაო, ეს გოგო ძალიან ლამაზია, ძალიან საყვარელი და ძალიან ჭკვიანი. ერთი ვაკოცო ის გოგო, ჩამოდი ნახე. ასე თუ არ მოვირსევით, მის სახეს ვერ ვახავთ. მოდი. ეხლა ცოტა ხანში გაუშვებ მას. პირველ რიგში ძმაო, მოდი ამ ძაღლების რეაქცია შევამოწმოთ. კარგი, ნახე ნორა. შენი მოსახელია, ხო იცი? მოსახელეთ ჩათვალ, ერთმანეთი დაიცავით. აიგე? მოდი. ნელა წავიყვანოთ ცხურებისკენ. მოდით სადო ძიას მიაკენებს თუ არა. შესაბამისად დორას გაუშვებ. ძმაო, როტის რაოდენობა გავზარდე. ეხლა ნახე რატო გავზარდე? ოდინისთვის წყვილის გაკეთება მინდა, გესმით? თუ ღმერთი ინებებს, ო딘 ბაბასგან ერთ ლექს თუ ავიღებთ. ჩვენი სხვა როტვაილერებიდან. მართლა ძალიან კარგი იქნება. როცა ლეკვი იქნება, აღარ გავკიდი. დარჩეს ჩემს ფერმაში. მე როტვაილერებზე და კეინკორსოებზე გიждები, მეგობრებო. ადრე ძალიან დიდი პიტბულის სიყვარულით გამოვიჩეოდით. მაგრამ როგორც იცით, ეხლა აკრძალვების გამო ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს, ვეღარ ვიდებთ. აკრძალვები რო არ იყოს. ანუ მოიცადე, კაროლი. კაროლი ნახე, ძალიან შეიყვარა დორა, ხედავ? კაროლისაც უნდა მასთან თამაში. კაროლინ. ჩემი გოგო, ნამდვილი ბავშვია. როტვეილერების ყველაზე დიდი თავისებურება ისაა, რომ მხოლოდ ერთ პატრონს ცნობენ. ოჯახისთვის მოკლავს კიდეს და თავსაც გასციროს. ძალიან ერთგულები არიან. მით უმეტეს ძაღლში ჩემთვის ჯიჟზე წინ ისაა, რომ დედრი იყოს. ძმაო, დედრი ძაღლი ყოველთვის უკეთესია. დედრი უნდა იყოს. დედრის გაწუთნა ადვილია, ადვილად ეჩვევა. პატრონს უფრო მეტად ებმება, უფრო ერთგულია, უფრო ემოციურია. კაროლინ, ალბათ შენ გაასეირნებ დორას. კაროლი შეხედე, საბელი აუღია, მას მიყავს. შვილო, შენ რატო ასე უკან მომყვები? დაიცადე, ნახო ეხლა გაუშვებ მას. მოდი, დორა. დორას შეხედე, დორას.
თორას შეხედე რა. შვილო, შენ ყველაზე კარგ ადამიანს შეხვდი. დააფასე, იცოდე. თუ შენ კარგად მომექცევი, მე 10 ჯერ უკეთ მოგექცევი, კარგი შვილო. როკი! ის შენ დაგჟის და გონზე მოხვად. ნუ უხვირი იმ გოგოს. მოდი. ახალმოსულს ნუ გარიყავთ, ადამიანურად მოეკეცით. როკი მოძალადე. როკი ზედმეტსახელი ადრე იყო გარყვნილი, ეხლა მოძალადეს დავარქმევ. მოდი ლამაზო, მოდი ლამაზო, მოდი ლამაზო, მოდი ლამაზო. მაშალა ჩემს გოგოს. მაშალა ჩემს ლამას. ფრთხილად იყავი, არავისთან არ ვიჭხუბო. ზმაო, იშალა ესე იქნება და ყველასთან კარგად შეეწყობ. ეხლა ნახეთ. გარეთ უამრავ ძაღლს ხედავთ. ეს ყველა ძაღლი ეხლა ერთმანეთთან კარგადაა. და ამას რომ მივახციოთ, საკმაოდ ბევრი ვიწვალეთ. ზოგი ბრაზდება რომ მე სოციალიზაციის ვიდეოებს ვაკეთებ. რატო ბრაზდებიან? ძაღლები ჩხუბობენ, რაღაცა ხდება, ის ხდება. ზმაო, ეხლა როცა ძაღლებს ერთმანეთთან ასოციალიზებ, ეს რაღაცები აუცილებლად ხდება. თუ არ დაასოციალიზებ და არ შეაჩვევ, ამდენ ძაღლს ერთად როგორ დააკვირდები? შეხედე ამ დომინანტ ჯიშებს. როტვაილერი, პუდელი, კეინკოსო, კარაბაშის მსხემსი ძაღლი, ასიე, კუკერი, ესენი სულ ასეთი დომინანტი ძაღლები არიან. ეგენი ერთად შეაჩვიო, ადვილია. ტაისონ დოგო, აი ეს ყველა შრომით და ბრძოლით შევაჩვიე. ნახე, ეხლა ყველა ერთად დადის, ხედავ? ეხლა ნახე, ეს გოგო შეაჩვიე, შეიძლება ჩხუბი მოხდეს. ჩხუბი იქნება, იკამათებენ, ესე იქნება, ისე იქნება, მაგრამ ესენი ხო ძაღლები არიან, არა ადამიანები. რო დასხდნენ, მოდი ორი ყავა დავლიოთ, ორი ჩაი დავლიოთ, ვილაპარაკოთ, საერთო ენა ვიპოვოთო. ეგრე არ იტყვიან. ძაღლებს აქვს შეთანხმების საკუთარი სტილი. დაიცადე, 100-ზე ხوار მიადგება, რას გააკეთებს? 100-ს. ცოტა უკან გაიყვანა, მოდი. 100-ე გაიქეცი. 100-ე გაიქეცი. 100-ე გაიქეცი. როცა მათ შორის შეთანხმებას ვცდილობ, ასეთი ჩხუბი და კამათი შეიძლება მოხდეს ძმაო, ეს სრულიად ნორმალურია. მოდი აქ, დორა. მოდით ნელა წავიდეთ იმ თხებისა და ცხვრებისკენ. მაგრამ ეხლა როცა იქ გავივლი, საერთოდ არ ვილაპარაკებ. ვნახოთ, ჩემი ხმით იძაბებიან თუ აბებიან თუ არა. მოდით აქ, მოდით იქიდან წავიდეთ ძმაო. ნახე, დაინახე. ნახე ხო, ნახე. ჩემი ხმის გაგონებაზე ესენი გოგდებიან, თამამდებიან, ამამდებიან. რა, ნახე? დედე. დედე მარას გადაეყარა, ჩხუბი არ დაიწყოს. დედე ხედავ ჩემი ლომი. თქვენ როგორ ფიქრობ, დედე მოიგებს თუ მარაზი, ა? დედე მოიგებს თუ მარაზი. მე ჩემს სულ დედეზე ვდებ, მეგობრებო. ნუ უყურებ დედეს ასე პატარა და სუსტი რო არის. დედე ძალიან გადარეული და მოუსვენარია. ამის გადიზიანება არღის, საშიშია. დედე, ჩემი ლომი, ქარიზმის ნამდვილი შვილია. მაშალა ჩემშუც. მარაზის უკან არ დაიხეს? ისევ დედე ძალიან საშიშია ძმაო. ეხლა მარიასაც გამოვიყვანოთ. მარია. ეს ხრებს ხო არ ესხმოდა თავს? თქვენ ყველანიო შეთანხმებულები იყოთ, ჰექტორ. ყველანი ნორმალურად რო იქცეოდეთ. ყველას ერთად გაგიშვებდით, შვილო. სად არიან ის დრეები? წარმოიდგინე ძმაო, ყველა ძაღლი ერთად რო იყოს. როგორ ფიქრობ, შევძლებთ ამას? წარმოიდგინეთ, ყველა ერთად რო იყოს. რა ლამაზი სურათ იქნებოდა რა? მაგრამ აი არ გამოდის, აი. ნეტა ვიყოს. მარია ეხლა აგიყვან საყვარელო. გალიაში მოგისაქმებია, მოდი აქ. იმაზე სადაა ბიჭო? იქ არა ჩამო. მარია, მოდი. მარია, კარი გაგიგე, შვილო. მარია, ერთი წუთი, ლამაზო, ერთი წუთი. ეხლა ესე გავატავთ. მარია ხო იცი მოსვლის შემდეგ როგორ მოვიდა ფორმაში, ღმერთო ჩემო. შეხედე ამ ფიზიკას. მაშალა ჩემს გოგოს. ვიცადე, ნორასკენ გაიცია. ჰეი. მოდი. ჩხუბი არ მინდა, წესიერად იარეთ. ბეწვის სიპრიალეს და სიზუფთავეს ხედავ ძმაო. ნახე ძმაო, რა კარგი აღნაგობა აქვს ამას. როკი, გაშვერდი ფეხებთან. ერთი წუთი ძმაო, ეხლა ძალიან სახიფათო წუთებია. შეიძლება ჩხუბი დაიწყოს, გაჩერდი. როკი. კარგი, ალექს. გაჩერდი.
გაჩერდი ნელეწავალთ ეხლა, შეიძლება ჩხუბი დაიწყოს. ამიტომ ფრთხილად. კაროლინ, გაჩერდი, არ ჩაერიო. როკი შვილო, ამდენი ძაღლის შორის ცოტა გამორჩეული ჩანხარ, რა? მოდი. ისედაც ეს პატარა ძაღლები უფრო როგორ გითხრა, ჭირვეულები არიან. მაგრამ ხომ იცი, მარიას ბეწვი აღნაგობა. ძმაო, შეხედე ამას. შეხედე ამას. აი ტაიფუნ დემირჯი ხო იცი? ამ სპორტს მისდევს. ფიცდებ, არა იმიტომ ამბობ, რომ ჩემი თავი ვარ. გაიხსენეთ პირველად რომ მოვიდა. და ეხლა შეხედეთ ხო. ვაჟკაც მოგლავ, მაგრამ სიმართლეს ნუ დაუმალავ. გოგონა იქ რო არ გადაგვერჩინა, ისედაც მოგდებოდა. მოდი ნახე ლამაზო. ძალიან კარგად დაკუნთდა. ზუსტად მარლას ახალგაზრდობის დროინდელივითა. მარლაც ახალგაზრდობაში ესეთი იყო დაკუნთული, უფრო მაღალი. დაბერდა და ცოტა დაპატარავდა. ზუსტად მარლას ახალგაზრდობის ასლია. მოიცადე როკი. ხვარი. ცხვრებსაც ცოტა მოსვლება მივცეთ, არა უშავს. ცხოველები ბალახს ჩამონ. ისეთი ფერმა იყო რომ 1000 გვარი ცხოველი ერთად ცხოვრობდა, როკი. ფრთხილად, ეხლა გავბრაზდები, არა. წესიერად იდექი. ის მოდის. დორა მოდის. დორა, მოდი დორა. დორა სად წავიდა? დაიცადე, კაპლანი მოვიდა. ვაი, კაპლანი ღრენს. ვაი. ვაი. ეს მარია მეგობრებო, ასე უცებ პასიურად იქცევა და მერე მოულოდნელად თავს ესხმის. ამიტომ ნუ უყურებთ რომ შვიდად ჩანს. ამიტომ ცოტა ფრთხილად ვიქცევი. ნახე რა მოხდა ბიჭო, ერთი წუთით. შვილო, რა მოხდა ბაია? აცგი აწუხებს. კითხე საგელო ხვალ აწუხებს, მაგრამ არა. ჩემს ხალხში ხვალება მაქვს. მოდი. მოდი აქ, მარია. მოდი აქ, შემოლამაზო. რა ჯანდაბაა დორა, რატო არ მოვიდა? დორა მოდი. ჩვენ დორა ვერ გავასოციალეთ. დორას გარდა ყველა მოდის, მააშალა. მოდი. მოდი გოგო. სად წავიდა ის? მოდი ცხოველს შევხედოთ. თხებსა და ცხოველს არ დაახტეს. რისზენ უწავიდეთ მეგობრებო. ყველა სახეობის, ყველა ცხოველი ერთადაა, ხედავ? მაშალა, რა კარგი მდგომარეობა. კარგად შევაჩვი ესენი, ალო. ეხლა ეს ჯიშები ესეთებია. ხო, თხას და ცხვარს ჩვეულებრივად შეჩვევა ძალიან უჭირთ. მართლა. მაგრამ მაშალა, ესენი. კარგად შევაჩვიეთ. გოგო რო გაგიშვა, იჩხუბებ თუ არა, მაგაში ვერ გენდობი. მარია. იჩხუბებ თუ არ იჩხუბებ? მართალი მითხარი. მოდი. რისკზე ნუწავალთ ეხლა ცხვარს რამეს დაუშავებს. არ გონია რამეს დაუშავოს, მაგრამ მაინც. ის როგორ ხდება? მარტო რო იყოს, არაფერს გააკეთებს. ვიღაცას რო რაღაც უთხრას, მაგალითად 100-ე, ნატაშა უცებ რეაგირებს ხოლმე. თხებსა და ცხრებს დაძდევს, ხო იცი? ეს დაძდევს, ამჯერად თვითონაც აიშლება. დაიცადე მედუზას არ გაეკარო, მოდი შვილო მედუზა დაგესხმის. მოდი აბა. თორა სად დაიკარგა ეს გოგო? ნეტავისელ თავის გალიაში დაბრუნდა, მოდი. აი დორა ცოტა მორიდებულია ძმაო. სხვა ძაღლების ეშინია. მოიცადე მარას. დამშვიდით. აპოლო და მარაზია, ხო იცი? ძმაო, შეხედე ამას, ნამდვილი უჩხულია. არა, ნატაშა. მოდი აქ. ძმაო, ეხლა მარია ისევ შიგნით შევიყვანოთ. ერთი წუთი მარია, მოდი. დაიცადე შვილო. აი დორა. კაროლინ, გარეთ გახვალ შვილო. კაროლინ, გადი. გადადი შვილო, გადადი, მიდი ნახე. დორა იმედია ეხლა ამ გალიაში შიგნით ოთახში არ შესულა. დორა, მოდი. დაიცადე შვილო. დორა, მოდი დორა. სად წავიდა ეს? ნეტავ ისევ გალიაში დაბრუნდა. გაიცი აბა. გაიქეცი იქიდან გოგო. აქ ყველაფერი დააბინძურა ჯანდაბა. ალი დალასხა დრო არ ჩაჯდეს ძმაო. ეხლა დორა ეხლა უკან დადის მეგობრებო, გალიის უკან არის გასული. იქ ცხლის გუბეა, იქ შედის. მე ეხლა ბატკრებისთვის საკვები ავიგე, ნახე ბონჯუკ შეხედე. ესენი საკვების სულს ვეგზდობენ, ასე არიან ძმაო, ნახე. ძაღლებზე უარესები არიან, ხედავ. ბონჯუკ, შენ არ მოგცემ ამ საკვებს. ბონჯუკ, შენ არ მოგცემ საკვებს, ბონჯუკ. შენ არ ჭამო ბონჯუკ. გესმის?
ზაღლებზე უარესები, ზაღლებზე. შეხედე მათ. შეხედე ამ უშევს. თქვენს თვალებს საზღვარი არ აქვს დედა, კიდევ ჩემს ყალთაში ხტებიან. ურჩები. გადადი ნახე. ბაბუას ლამოს ბათკას. ეხლა მოდი შევიდეთ შიგნით, ნახოთ. თქვენ არ მოდიხარ ბონჯუკ არა, შენ წინ გაიარე, გაიარე. ბონჯუკ თქვენ არ მოხვიდეთ შვილო, გაჩერდი. გაჩერდი ბონჯუკ, ნახე, მოიცადე. მოიცადე შვილო. მოდი ნახე ბათგანო. ეხლა გაჩერდი, ამას შიგნით მიცეთ საჭმელი. მოდი ჩემო პატარო. მოდი ხელით მოგცემ, მოიცადე, დაუჯდე ჯერ. მოდი. ეხლა ხელით მიცემ მათ. ამჯერად ვიხვევით ხელი და შეჭამენ. მოდი. ოი, ჩემო საყვარელო შვილო. ოი, ნახე, ისიც მას უტყავს, ხედავ? ესენ ისე შეეჩვნენ, ნახე ეხლა. ხელით კვება უმად, ხედავ? ჩამოს შემმა ბათგალმა. წაადგეს მას. ოი. რას თქვენ დაყარეთ, ისინი ზამას ჭამე. ქათმებს შორის დარჩა. ხედავ როგორ შევაჩვიე. მარილსაც. მარილი არ მიცდი ამაზე, ამათ უბრალოდ საკვების მიცემით შევაჩვიე. მოდი აქ პატარა, შენც მოდი აქ. შენ რატო არ მოდიხარ შენ? მარტო იმედი მაქვს ეს ბატები ჩემს ფეხს არ უგბენენ. თუ ბატები ჩემს ფეხს უგბენენ, აქ ომი დაისხება ძმაო. მოდი ნახე პატარავ, აიღე. შეერგო ჩემს ბატკანს. შეერგო ჩემს სიყვარულს. აუ ერთი გაკოცო შენ. მიდის ბონჯუკები ერთი გადაიღე. ბონჯუკები შიგნით. ვაი. ბოლოს ბონჯუკმა როკი გატელა მეგობრებო. როკი ბონჯუკს მოერიდე. ბონჯუკი ხო იცი? კაცის წრემსას არ დაინდობს, იცოდე. ვაი ბიჭო, რა სწრაფად ჩამ. ასე თუ გააგრძელებ, საჭმელი არ გეყოფა, იცოდე. გესმის? ხეს უმიგმენ საჭმელი ჭამე. მოდი, მე თქვენ შიგნით მოგცემ საჭმელს, მოდი. მოდი, კიდე ჭამე. აიღე. გემრიელად იყო ჩემთვის პატარა. ეხა ცოტა დამითმეთ ახალგაზრდებო. ქათმებო, ცოტა დაგვითმეთ. ჩემს ბატკნებს ადგილზე დავაბრუნებ. მოდი ბატკნო. ბატკნო გადი. გაჩერდით ქათმებო, თქვენ არ მოხვიდეთ. გაჩერდი ქათამო, შენ არ შემოხვიდე. გაჩერდი ნახოთ. ეხლა აი ამათ. მოდი საჭმელი დაუდო ძმაო. ამათ ზემბუს მას არ ვაძლევ. ქათმებსაც მივსებ. ნელ-ნელა ესე დავდოთ. ჩამოჯვენა ბავშვებმა, ჯამთელობა მოუტანოს. დღეს კიდევ ერთი თივა უნდა ვიყიდო, თივა გამითავდა მეგობრებო. ერთი თივის სახილად უნდა წავიდეთ. თივას ვიყიდით, მაგრამ დასაჭრელად ვერავინ ვიპოვეთ. სეზონი გასულია და ასე შემდეგ. ვიპოვით ვინმეს, დიდებს არ დავჭრი. მათაც როგორმე მოვაგვარებთ. მოდი ახლა ეს დარჩენილებიც იმას მივცეთ. ქათმებს მივცეთ თუ ბონჯუკებს. ბონჯუკი წავიდეს და დაიბალახოს. ბონჯუკებმა ისავლეს. ეს საკვები იმ ფერმაში მდებარე სახლისა, სახლის შიგნით. ის უსინდისო ბონჯუკი კარსაღებს მეგობრებო. შემდეგ კი იმ საკვებს ჭამს. ბონჯუკ, შენთვის არ არის. ბონჯუკ, შენთვის არ არის, ბონჯუკ. ბონჯუკ, შენთვის არ არის. გესმის? შენ არ მოგცემ ბონჯუკ. მოიცადე ასე მოგცემ. აი ნახე როგორ ჭამს. აჰა, ბონჯუკ. კარამელ, მოიცადე, შენ მოგცემ კარამელ. კარამელ, შენ მოგცემ რო ძე მოგცე. ამათ არ მიცე ის. ხელი არ მომიგმინოთ, ა? ოჰ, მაშალლა. დაიცადე. კარამელ, მოდი და შეჭამ ამას. კარამელო, ბევრი ჭამერ, ძე მომცე, ჩემო გოგო. გაჩერდი, 100-ე. გაიქეცი იქიდან. ნახე, კარამელმა 100-ე დაარტყარ ქით. შეხედი ამათ სილამაზეს. ესენი ხო ადამიანს სიმშვიდეს აძლევენ, ძმაო, სიმშვიდეს. ჩვილები. მოდი, ჩემო გოგო. რომელი არ ჭამს შუაში მოფი. მოდი, ჩემო გოგო. ოი.
აიგე, ჩემულამაზო, შენ ველჭამი, აიგე კიდე ცოტა. ო, საკმარისია. საკმარისია, გაჩევდი, ქათმები თავს ყოფენ გარეთ. ტრეზებსაც დაურიგო, ყველამ ჭამოს. გაიძგეთ, აბა, ისაუზმეთ. ეს საკვები თქვენთვის იყოს, ეს საკვები. ხალხი იმ საკვების ანგარიშს აკეთებს, რასაც გაძლევთ. შვილი თქვენთვის იყოს. ჭამეთ, რამდენიც გინდათ, ჭამეთ, რამდენიც გინდათ. თავარია რომ ჭამოთ. ჩემი ლომები. ო, მამალი დაგვესხათავს. კარგი მეგობრებო, დღესაც გადავწყვიტე რომ ჩვენი ახალი გოგო გაგაცნოთ. აჰა, დორა გამოვიდა ახლა. დორა. დორას სახელზე ალბათ ჯერ არ არის მიჩვეული. დორა. დორას სახელი შეუცვალო. დორა, ნორა. დორა. შვილო, შენს ღირსებას ვენაცვალე. მაშალა, ჩემს გოგოს. ისიც იშალა, ამიერიდან ჩვენთან იქნება. იშალა, ღმერთი ინებოს. ოდინის გარმის ლეკვებსაც ვნახავთ, მეგობრებო. ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იკავით, ნახვამდის. იკავით შვიდად, მეგობრებო.